საღამომშვიდობისა, მე ვარ თეონა გეგელია და თქვენ უყურებთ ნამდვილ ისტორიებს. დღეს გიამბობთ ლატიფე ათათურქის, ლატიფე უშაქლიკილის შესახებ. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, იწონებს და აზიარებს ჩვენს ვიდეოებს, ჩვენს ძველ და ახალ გამომწერებს. თითოეული თქვენი კომენტარი, მოწონება თუ გაზიარება ეხმარება ალგორითმს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიზიდოს ჩვენს არხზე. ეს კი ნიშნავს მეტ და უკეთეს ეპიზოდს და ბოლოს გამოწერის ღილაკზე ხელის დაჭერა არ დაგავიწყდეთ. 2000-იანი წლების ბოლოს პოლონელი ჟურნალისტი ვიტოლდ შაბლოვსკი და მისი თურქი კოლეგა იპეკ ჩალიშლარი სხედან სტამბოლის ერთ-ერთ კაფეში და ლაპარაკობენ. შაბლოვსკის ეს ლაპარაკი სჭირდება წიგნისთვის, რომელზეც მუშაობს და გამოაქვეყნებს 2010 წელს. წიგნში ამ საუბარს ცალკე თავი ეძღვნება და მას ჰქვია ქალბატონი ათათურქი. ვიტოლდ შაბლოვსკი ცნობილი პოლონელი ჟურნალისტი და ძალიან საინტერესო ახალგაზრდა კაცია. წლების განმავლობაში ის წამყვანი პოლონური გამოცემების გარდა მუშაობდა CNN-ში, აშუქებდა თურქეთთან და თურქებთან დაკავშირებულ თემებს. შაბლოვსკი პირველი პოლონელი ჟურნალისტია, რომელიც ელაპარაკა ტერორისტ მეჰმედ ალი აკჯას და მის ნათესავებს. ეს ის ტერორისტია, რომელმაც ასევე პოლონური წარმოშობის რომის პაპი იოანე პავლე მეორე დაჭრა. შაბლოვსკი მთელ ამ თავის გამოცდილებას და ცოდნას თურქეთის შესახებ თავს მოუყრის წიგნში „მკვლელი გარგარის ქალაქიდან“ და ამ წიგნის ნაწილია ფრაგმენტი ათათურქის ერთადერთი ცოლის, ლატიფე უშაქლიგილის შესახებ. პირდაპირ ეს არ ეხება ჩვენს დღევანდელ ეპიზოდს, მაგრამ ვიტორ შაბლოვსკის ეხება და დროში შეზღუდულიც არ ვართ, ამიტომ გეტყვით, რომ მან და მისმა ცოლმა, იზაბელა მეიზამ, ჩაატარეს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი. ცოლ-ქმარმა ნახევარი წელი იცხოვრა 1991 წელს, კითხულობდნენ მხოლოდ იმდროინდელ პრესას, იყენებდნენ იმ დროის ტექნიკას და შემდეგ ეს გამოცდილება ერთგვარი ანგარიშის სახით ასევე გამოსცეს წიგნად, რომელსაც ჰქვია ჩვენი პატარა პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა, როგორც ერქვა პოლონეთს სოციალისტურ ბანაკში. რაც შეეხება იპეკ ჩალიშლარს, ეს არის თურქი ჟურნალისტი, რომელმაც 2005 წელს გამოაქვეყნა წიგნი ლატიფე ხანუმი, ქალბატონი ლატიფე. და ამისთვის ფასიც გადაიხადა, როგორც ყველა იხდის თურქეთში, ვინც წერს ტაბუირებულ თემას. მას რიგითმა მკითხველმა უჩივლა ათათურქის შეურაცხყოფისთვის და ის წარდგა სასამართლოს წინაშე, რომელიც საბოლოოდ ავტორს გაამართლებს და ამაზე ქვემოთ ვილაპარაკებ. მაგრამ მთავარია ის, რომ იპეკ ჩალიშლარს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა ამ წიგნის დასაწერად, რომელიც ლატიფე ხანუმის ლამის ერთადერთი ვრცელი ბიოგრაფიაა. სამწუხაროდ იმის ნახევარიც კი ვერ გავაკეთე, რაც ჩაფიქრებული მქონდა. ადამიანების უმრავლესობამ, ვისთანაც მინდოდა ლაპარაკი, უარი მითხრეს. ლატიფეს წერილები და დღიური ინახება ერთ-ერთი ბანკის სეიფში და არც ჟურნალისტებს და არც ისტორიკოსებს მასთან წვდომა არ აქვთ. ეუბნება ის კოლეგას და გაოცებულია, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მის წიგნს თურქეთში მოჰყვა ძალიან დიდი რეზონანსი. თავად გამიკვირდა 100,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ჩემი წიგნის წყალობით გაირკვა, რომ ლატიფეს თურქი ქალების ცხოვრებაზე უზარმაზარი გავლენა ჰქონია. ჩალიშლარის წიგნი, ეს არის ფემინისტური სულისკვეთებით შექმნილი წიგნი, მაგრამ სხვაგვარი ალბათ არც გამოვიდოდა, რადგან ამ წიგნის მთავარი გმირიც ამ სულისკვეთებით ცხოვრობდა და როგორც ჩანს, დიდწილად სწორედ ეს იყო მისი პირადი დრამის და ტრაგედიის მიზეზიც. ამბობენ, რომ ის ისტერიული იყო, ეუბნება პოლონელი ჟურნალისტი თურქ კოლეგას, რაზეც ის პასუხობს. ლატიფეს უნდოდა ნორმალური მოსიყვარულე ოჯახი. ათათურქი კი მთელ საღამოებს ფრონტის მეგობრებთან ერთად ატარებდა. სვამდა და კარტს თამაშობდა. დღისით ის ასწავლიდა თურქებს, როგორ უნდა ეცხოვრათ როგორც თანამედროვე ადამიანებს, საღამოობით კი იქცეოდა როგორც ტიპური თურქი კაცი, ოჯახის უფროსი. ლატიფეს ეს აღიზიანებდა, ემოციების დამალვა კი მან არ იცოდა. შესაძლოა ხშირად უწევდა ყვირილი, მაგრამ ისტერიკის მოწყობა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ქალი იყო ისტერიული. ვინ იყო ლატიფე ხანუმი? რა ოჯახში დაიბადა და გაიზარდა? ლატიფე დაიბადა 1899 წელს ქალაქ იზმირში, ძალიან მდიდარი ვაჭრების ოჯახში. მისი დედა, ადელიე, იყო მდიდარი დიდგვაროვნების ოჯახიდან. მათი წინაპრები მოდიოდნენ კრეტადან და ცნობილები იყვნენ როგორც გირიტლიზადები, კრეტელების შვილები.
ლატიფეს მამა მუამერიც მდიდარი ოჯახიდან იყო და იყო ერთადერთი შვილი. ეს მამის მხარე მოდიოდა ისტორიული ქალაქიდან უშაქი, დასავლეთ ანატოლიის პროვინციიდან, რომელიც ცნობილია თავისი კარგი სავაჭრო ადგილმდებარეობით, განსაკუთრებით ტრადიციული ხალიჩების წარმოებით. აქედან მოდის უშაქიზადეების ოჯახის გვარიც, რაც ითარგმნება როგორც მათი შვილი, ვინც უშაქიდანაა. ბოლო სამი თაობა იყვნენ ვაჭრები. როდესაც მუამერის მამამ სადიკმა იზმირში ვაჭრობა დაიწყო, მისი სასტარტო კაპიტალი იყო მხოლოდ სამი პატარა ფარდაკი, რომელსაც მუსლიმები ლოცვის დროს იყენებენ და რომელიც მას მამამ ხალიჩებით მოვაჭრე ხაჯი ალი მაჩუკა. მალე სადიკი მამაზე წარმატებული გახდება. ამბობდნენ, რომ ლატიფა ხასიათით და მანერებით თავის დიდ ბაბუას ხაჯი ალი ბეის გავდა. როდესაც გოგო წამოიზარდა, მასავით მტკიცედ და ბრძანებლურ ხასიათს ავლენდა, რაც გარშემომყოფებს უჩენდა მისდამი პატივისცემას და რითს. ეს დიდი ბაბუა ბევრი თვალსაზრისით იყო ძალიან საინტერესო კაცი. ბიზნესში დაქირავებული ყავდა ბერძენი მოხელეები, სომეხი მმართველები და ებრაელი ან ლევენტური წარმოშობის ვაჭრები. მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა ბანკების ქრისტიან მენეჯერებთან და არამუსლიმ ვაჭრებთან, რომლებიც იზმირში ბაზარს აკონტროლებდნენ. საღამოობით მისი სახლის მისაღებ ოთახში იკრიბებოდნენ არისტოკრატები, გამოჩენილი სტუმრები. ზოგჯერ იმდენი ადამიანი იყრიდა იქ თავს, რომ სკამებს მეზობელ ოთახებშიც დგამდნენ. ხშირად ამ შეკრებებზე, როგორც წამკითხველს პატიჟებდნენ ნათესავ მოზარდს, ჰალიდ ზიას, მომავალში ცნობილ თურქ პოეტს, რომელიც იმ დროს 14 წლის იყო. ეს შეხვედრები საათობით გრძელდებოდა. მოურავ კევორგს სტამბოლიდან წიგნების ჩამოტანა ჰქონდა დავალებული, როგორც თურქულის, ასევე თურქულ ენაზე თარგმნილის, მაგალითად გრაფ მონტე-კრისტოსი. ხაჯიალის უყვარდა ლიტერატურა და ახალგაზრდების ამ ლიტერატურული გემოვნებით იყო აღფრთოვანებული. ვერ იტანდა ფანატიზმს. მისი პრინციპი იყო მუდმივი სწავლა და ცდილობდა ოჯახშიც ეს პრინციპი დაენერგა. მის სახლში ხშირად იყვნენ რეპეტიტორები არაბული ენის, სპარსულის და ფრანგული ენების, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, პოეზიის და ლიტერატურის მასწავლებლები. ამ ტრადიციას მისი შთამომავლებიც განაგრძობენ. ზოგადად მე-19 საუკუნე და განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი იყო დიდი აღმოჩენების და გამოგონებების დრო. ძვირფას საქონელს და ინოვაციებს მთელი მსოფლიოდან ფენდნენ პარიზის და ლონდონის გამოფენებს. უშაქიზადეების ხალიჩებმა, რომლებსაც უშაქში საოჯახო სახელოსნოებში ქსოვდნენ, 1869 წელს პარიზის გამოფენაზე დაიმსახურა ოქროს მედალი. ნაპოლეონ მესამემ კი ეს ხალიჩა თავის ცოლს დედოფალ ეუხენიას აჩუქა. ლატიფეს ბაბუა სადიკი კიდევ უფრო ნიჭიერი კაცი იყო. მას კომერციულ ტალანტს უწოდებდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ის მიხვდა, რომ სატრანსპორტო ბიზნესს ჰქონდა დიდი მომავალი. ამიტომ შექმნა უზარმაზარი ქარავანი 2000 აქლემისგან და მალე გახდა მთავარი გადამზიდავი აიდენიდან იზმირში, ლეღვის, ქიშმიშის, ხორბლის და ქერის. მას უნდოდა ახალი კომპანიის აქციების ყიდვა, რომელიც ამ ორ ქალაქს შორის რკინიგზას აშენებდა. მაგრამ როდესაც ბრიტანელებისგან უარი მიიღო, დადო პირობა, რომ აქლემების იმხელა ქარავანს შექმნიდა, რაც საკმარისი იქნებოდა აიდინს და იზმირს შორის უწყვეტი კავშირისთვის და ასეც გააკეთა. როდესაც მისი ბევრად იაფი ქარავანი სავაჭროდ უფრო მომგებიანი აღმოჩნდა, სარკინიგზო კომპანიას სხვა გზა არ დარჩა და სადიქს აქციები მიყიდა. ის იყო ასევე ნიუ-იორკის ბამბის ბირჟის პირველი თურქი წევრი. ეს წევრობა შემდეგ გადავა მის შვილზე მუამერზე, ლატიფეს მამაზე. მე-19 საუკუნის ბოლოს იზმირი არის მრავალეროვანი, ძალიან ცოცხალი და კომერციულად ყველაზე დინამიკური ქალაქი, სადაც არისტოკრატები ერთმანეთს ფრანგულ ენაზე ელაპარაკებიან, მსახურებს ბერძნულად, მაღაზიებში ვაჭრობენ იტალიურად და ფრანგულად. იმ დროს ინგლისური ნაკლებად პოპულარულია. 1908 წელს ქალაქში იყო 53 მეჩეთი, 51 სამლოცველო, 35 ეკლესია და 17 სინაგოგა. ქალაქი იყო დაგეგმარებული რელიგიური თემების ნიშნით. ზოგიერთ კვარტალში კედლები და კარიბჭეც კი იყო, რომელიც ღამით იკეტებოდა.
იზმირის მოსახლეობის ნახევარი იყვნენ თურქები, მეორე ნახევარს კი შეადგენდნენ ბერძნები, სომხები, ებრაელები და ლევენტელები. უშაქიზადეების ოჯახს იზმირის პროვინციაში სამი სახლი ექნება. ჯერ ბასმანში დასახლდნენ, შემდეგ კარშიაკში და მათი მესამე სახლი იქნება ცნობილი თეთრი სახლში გიოსტეპეში, რომელსაც მოგვიანებით მუსტაფა ქემალი გამოიყენებს როგორც საკუთარ შტაბ-ბინას. ამ რაიონს დღემდე სადიგ ბეის უწოდებენ. ორი ავტობუსის გაჩერებიდან ერთი სადიკის სახელობისაა და მეორე ადევიეს მამის, ლატიფეს დედის მამის, სანის სადულის სახელობის. დღემდე იზმირში უშაქიზადეების ოჯახის ხსოვნა არის შენარჩუნებული. სადიკმა თავისი მომავალი ცოლი გაიცნო სტამბოლში. ეს იყო ჩერქეზი გოგო მაკბულე. ეს ქალი ლატიფეს ბებია, დავიმახსოვროთ ქვემოთ შეგვხვდება. ქორწინება ბოლომდე იყო ბედნიერი. ორივეს უყვარდა მუსიკა და მუსიკით დაკავებულებიც იყვნენ. პირველი შვილი გარდაეცვალათ ჩვილი, როდესაც იყო, მეორეს ლატიფას მამას, რომელიც 1872 წელს დაიბადა, დაარქვეს მუამერი. ბავშვი ჯერ სახლში სწავლობდა ინგლისურს და ფრანგულს, შემდეგს კი წავიდა სკოლაში, რომელიც მამამისმა შექმნა მიმდებარე სახლებში მცხოვრები ბავშვებისთვის. 16 წლის მუამერს მამა გაუშვებს ოსმალურ ბანკში კლერკის მოწაფედ სამუშაოდ. შემდეგ წელს მას თავის ბიძაშვილთან მომავალში იმ ცნობილ პოეტ ჰალიდ ზიასთან ერთად გააგზავნიან ხანგრძლივ მოგზაურობაში, რომელიც უნდა დაესრულებინათ პარიზში 1899 წლის მსოფლიო გამოფენაზე. ჰალიდ ზიამ ამ მოგზაურობის შესახებ დაწერს ჟურნალში ხიზმეტი. ბანკში მუშაობით მუამერი საბოლოოდ მიიღებს მემკვიდრეობით მამამისის საექსპორტო ბიზნესს. ამასობაში კი ცოლის შერთვის დროც მოვა და ის აირჩევს ადევიეს, ულამაზეს გოგოს, ლატიფეს დედას. ადევიემაც კარგი განათლება მიიღო, რეპეტიტორებთან სწავლობდა არაბულს და ფრანგულს. სადულა ბეის უნდოდა, რომ მისი შვილი, ადევიე, დამოუკიდებელი ქალი ყოფილიყო. ამიტომ გაყიდა თავისი ერთ-ერთი მამული, შვილი კარგად გაამზითვა და ცხოვრების ბოლომდე უზრუნველყო შემოსავლით. ადევიეს გაუმართლა მამული მისმა მამამთილმა იყიდა. მამები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რომ ახალგაზრდა გოგოსთვის ძალიან კარგი საქორწილო საჩუქარი გაეკეთებინათ. ლატიფე იყო ოჯახიდან, სადაც ქალებს ძალიან აფასებდნენ. სადიქს ბევრი შვილიშვილი უნდოდა და ახალგაზრდა წყვილმა იმედი არ გაუცრუა. ადევიეს და მუამერს მთლიანობაში 10 შვილი შეეძინათ, მაგრამ მათგან მხოლოდ უმცროსი 6 გადარჩება და ამ 6-დან ყველაზე უფროსი იყო ლატიფე, რომელსაც მეორე სახელი ჰქონდა ფატიმა, საყვარელი მოციქულის ალის ქალიშვილის და ცოლის საპატივცემლოდ. ლატიფეს ეყოლება 3 ძმა და 2 და. ეს იყო დასავლეთზე ორიენტირებული ოჯახი აღმოსავლური ფასეულობებით. 20 წლისთვის მუამერი იზმირის წამყვანი ბიზნესმენია, ბრიტანული კომპანიის პარტნიორი, რომელიც საზღვაო ვაჭრობით იყო დაკავებული დიდ ბრიტანეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამიტომ ის ძალიან ბევრს მოგზაურობს. უშაქიზადეების შვილები იზრდებოდნენ თავისუფლების სულისკვეთებით. ამბობდნენ, რომ ადევიე არასდროს ხმას არ იმაღლებდა ბავშვებზე და მათ მხოლოდ ბზერით მართავდა. მუამერი პირიქით ძალიან მუვიერი მამა იყო. ოჯახში, სადაც ლატიფე იზრდებოდა, იყვნენ აღმზრდელები, მზარეულები, მოახლეები და მებაღეები. ეს იყო ძალიან თამამი ბავშვი, ის ადამიანებს თვალებში უყურებდა, მორცხვი საერთოდ არ იყო. დის დაბადებამდე ძმებთან ერთად იზრდებოდა მათი სათამაშოებით, რაც მის ხასიათზეც აისახა. მუამერი, რომელსაც გარესამყაროსთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმას, რომ მის შვილებს უცხო ენების ცოდნოდათ. ამ ოჯახში გოგოს ბიჭებისგან არაფრით არ რჩევდნენ. მამა ხედავდა, რომ ინგლისური სულ უფრო პოპულარული ხდება და ლატიფეს დაუქირავებს ინგლისელ აღმზრდელს. ლატიფემ ინგლისურის სწავლა 3-4 წლისამ დაიწყო. შემდეგ ისწავლის ფრანგულს, გერმანულს და ლათინურს. მუამერი მასწავლებლებს ქირავდა დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და გერმანიაში. შემდეგ სასწავლებელსაც ააშენებს, რომ ამ უცხოელი პედაგოგებისგან ცოდნა სხვა ნიჭიერ ბავშვებსაც მიეღოთ. მე-20 საუკუნის დასაწყისში გოგოებისთვის განათლების მიცემა მიაჩნდათ ზედმეტად. ოჯახების უმრავლესობა არამედ განათლებაზე, არამედ გათხოვებაზე ზრუნავდა. ლატიფეს მშობლები ასე არ ფიქრობდნენ, მაგრამ ესმოდათ რა დროში და სად ცხოვრობდნენ. ამიტომ თითქოს მუამერი ამბობდა, რომ რამდენიმე თაობა დასჭირდება იმას, რომ კარგი განათლების მქონე გოგოებს მათი შესაბამისი ქმრები გამოუჩნდეთო. ეს რეპლიკაც დავიმახსოვროთ ის საინტერესოდ ებმის მისი ქალიშვილის ხანმოკლე ქორწინებას მომავალში. 14 წლის ლატიფე საცხოვრებლად გადადის სტამბოლში, სადაც მისი ნათესავი პოეტი ჰალიდ ზია მას ასწავლის არაბულს. ასევე აყვარებს ლიტერატურას.
ლიტერატურას. თურქულს და ფარსის კი სწავლობს იმ დროის კიდევ ერთ ცნობილ მწერალთან და პოეტთან, ტევფით ფიქრეთთან. ამავე წელს ლატიფე დადის გოგოების ამერიკული კოლეჯის მოსამზადებელ კურსებს. 3 წლის განმავლობაში მას მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა პიანისტი ანა გროსერ რილკე, ცნობილი ავსტრიელი პოეტის რილკეს ნათესავი. თავის ავტობიოგრაფიაში „დაუვიწყარი მელოდიები“ ის ასე იხსენებს ლატიფეს, მილიონერი ვაჭრის ქალიშვილს იზმირიდან. მათი სახლი ინგლისურ სტილში იყო გაფორმებული და ინგლისელები ვით ცხოვრობდნენ. შესანიშნავად იცოდნენ უცხო ენები. წელიწადში რამდენიმე თვეს ლონდონსა და პარიზში ატარებდნენ. ლატიფეს ჰქონდა ულამაზესი ჭკვიანი თვალები და მეტყველი ტუჩები. პირველივე შეხვედრისას მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება. მისი დედა იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თურქი ქალი, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი. მურილიოს მადონას ჰგავდა. გოგო შესანიშნავად ლაპარაკობდა გერმანულად და უყვარდა გერმანელი მწერლები. ზებირად შეეძლო ფაუსტის პირველი ნაწილის წაკითხვა. როდესაც დაკვრა-ვთხოვე, გავოგნდი. ბეთჰოვენის მთვარის სონატიდან შესანიშნავი ადაჯიო შემისრულა. ის იყო ყველაზე ნიჭიერი ჩემი მოსწავლეებიდან და ასეთად დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ფოტოებზე და ფირებზე, რომლებიც ძალიან მწირად არის შემორჩენილი, ლატიფე ხანუმი ლამაზი გოგო ნამდვილად არ არის. ეს კონტრასტი მის გარეგნობას და მუსტაფა ქემალის გარეგნობას შორის, როგორც ჩანს, თვალშისაცემი იყო არაერთი ავტორისთვის. მათ შორის ჩემ მიერ ნახსენები ვიტოლდ შაბლოვსკისთვის, რომელიც თავის წიგნში წერს. ბოლო დრომდე ლატიფეს შესახებ ბოსფორის სანაპიროზე ბევრი ჭორი ვრცელდებოდა. ისტორიკოსები წერდნენ, რომ ის იყო პრეტენზიული, აუტანელი ხასიათის ქალი. ბრაზის დროს შეიძლება ფეხსაცმელი ესროლა. აბრაზებდა მეგობრებს და დგამდა სცენებს. გარდა ამისა, ის თითქოს იყო ძალიან შეუხედავი, როგორც ბნელი ღამე ბოსფორის თავზე და ძალიან თმიანი. იპეკ ჩალიშლარი კი წერს, რომ გარეგნულად ლატიფე ჰგავდა თავის ბებიას მაკბულეს, ჩერქეზული სახის ფერით და შავი თმით, სიმაღლით კი მეორე მინიატიურულ ბებიას დედის მხრიდან. მაგრამ ჭკვიანი თვალები რომ ჰქონდა, ამას ბევრი აღნიშნავს, როდესაც იცინოდა თვალები უბრწყინავდა. რომანში „ნაცრისფერი მგელი“, ესაა ათათურქის ბიოგრაფია, ჰაროლდ არმსტრონგი მსჯელობს თუ როგორ შეიძლება აღექვა ლატიფე მუსტაფა ქემალს. მას გააჩნდა 7 ძალა. თითქოს მიჩვეული იყო, რომ ემორჩილებოდნენ და ათათურქს უყურებდა პირდაპირ თვალებში, როგორც კაცი კაცს და არა ისეთი მორწმუნ მზერით, როგორცაც ის ქალებისგან იყო შეჩვეულია. მოზარდ ლატიფესთან დაკავშირებით, როდესაც ის 13-14 წლის იყო, არსებობს ასეთი ისტორია. როდესაც მას ქუჩაში აედევნა ყვავილების გამყიდველი და დაჟინებით სთხოვდა გიმკითხავები. გოგო ძიძასთან ერთად იყო, რომელმაც აბეზარი მეყვავილე ვერაფრით მოიშორა, თან ლატიფე აღელდა ძალიან, ამიტომ ძიძამაც დათმო. ბოშა ქალმა დახედა ხელზე ლატიფეს ბედისხას და ეუბნება ბედნიერება და სიხარული, აღფრთოვანება და სიცარიელე ერთდროულად გელოდებაო. ამ ყველაფრის მიზეზი კი იქნება ქერა ცისფერთვალება კაცი. შენი ბედია კაცი ღია ფერის თმით და ცისფერი თვალებით. სხვა არ გეყოლებაო, ასეთი რამ უთხრა მას თითქოს მკითხავმა. 1908 წელს ლატიფეს მამა მუამერი ხდება იზმირის მერი. ის ორჯერ იქნება ამ ქალაქის მერი და მისთვის ბევრ რამეს გააკეთებს. ის ჩაიყვანს იზმირში პირველ ავტომობილს და დაარსებს პირველ გაზის ქარხანას. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე იზმირი იყო აღმოსავლეთის პარიზის თავისებური პატარა ასლი. თავისი სასტუმროებით და კაბარეთი, ულამაზესი სახლებით და კარგად განათებული ფართო ქუჩებით. იდგა ორსართულიანი სახლები კორდონზე, სანაპიროზე. ოსმალეთის იმპერია თქმებოდა 30 წლიანი მშვიდობით. მიუხედავად აბდულჰამიდის დესპოტური მმართველობისა, სულთანი მიზანმიმართულად ცდილობდა იმპერიაში საშუალო კლასის შექმნას და მიაღწია ამას. ვაჭრობა და წარმოება ყვაოდა და ჩნდებოდა ოჯახები, რომლებიც სულ უფრო აფასებდნენ მუსიკას, ლიტერატურას, ფერწერას, მაგრამ მალე დაიწყება პირველი მსოფლიო ომი, რომელიც ყველაფერს შეცვლის. პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერია იბრძოდა გერმანიის და ავსტრია-უნგრეთის მხარეს. ომი იმპერიისთვის სრული მარცხით და დაშლით დასრულდება. 1919 წელს, როდესაც გამარჯვებული სახელმწიფოები იყოფენ ოსმალეთის იმპერიას, ბერძნები დაიკავებენ იზმირს. ამ ოკუპაციას მოჰყვება უზარმაზარი მსხვერპლი და საშინელი ხოცვა-ჟლეტა.
ლატიფეს ოჯახი ფრანგი კონსულის დახმარებით გაიქცევა იზმირიდან და ჩადის ევროპაში. მუამერი და ადევიე დასახლდებიან საფრანგეთში, ბიარიცში. ლატიფეს კი გააგზავნიან ტიუდორ ჰოლის გოგოების სკოლაში, რომლის ყოვლის მომცველ აკადემიურ პროგრამაში აქცენტი კეთდებოდა კულტურაზე და ლინგვისტიკაზე. იმ დროს ამ სკოლაში სწავლობდა სულ 54 ბავშვი. უშაქიზადეებს პარიზშიც ჰქონდათ სახლი, ამიტომ როდესაც ლატიფე საკმარისად წამოიზარდა, ოჯახი გადაწყვეტს, რომ მან უნდა ისწავლოს სორბონის უნივერსიტეტში პარიზში. ასე აღმოჩნდება ის საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში, სადაც თავს იყრიან იმ დროის ინტელექტუალები მთელი მსოფლიოდან. სორბონაში დაიწყებს სამართლის სწავლას. მისი დები ისწავლიან ლოზანაში ქალთა სკოლაში, ძმები კი ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი საფრანგეთის წამყვან სამხედრო აკადემიაში. ოჯახი მუდმივად ადევნებდა თვალს ახალ ამბებს, ყველაფერს, რაც თურქეთში წინააღმდეგობის მოძრაობას ეხებოდა. მთლიანობაში ისინი ევროპაში 3 წელს იცხოვრებენ და ლატიფე სამშობლოში პირველი დაბრუნდება. მძიმედ ავადმყოფი ბებიის მაკბულეს მოსავლელად, რომელიც თავის დროზე მათ ევროპაში არ გავა. იზმირის ყველა მცხოვრებლისგან ლატიფეს ესმის ერთადერთი სახელი მუსტაფა ქემალი. ის, რაც ლატიფეს ოკუპირებულ იზმირში ჩასვლის შემდეგ შეემთხვევა, სულ რამდენიმე დღის განმავლობაში სხვებს ალბათ მთელი ცხოვრება ეყოფოდათ. მას ჯერ დააპატიმრებენ, მაგრამ მალევე დატოვებს ციხეს. იზმირს მუსტაფა ქემალის ჯარები გაათავისუფლებენ, მაგრამ ქალაქში საშინელი ხანძარი გაჩნდება, რომელიც იზმირს მოედება და 3 დღეს გაგრძელდება. ამ ხანძრის დროს, რომელიც დღემდე არავინ იცის, ვინ გააჩინა თურქებმა თუ ბერძნებმა, ლატიფე გაიცნობს მუსტაფა ქემალს, რომელიც ეძებს შესაბერის ადგილს შტაბ-ბინისთვის. ლატიფე ამ დროს არის 24 წლის. ლატიფე ხანობს დაუკავშირდებიან და სთხოვენ დაუთმოს გენერალს ოჯახის ცნობილი თეთრი სახლი გიოსტეპეში, რაზეც ის სიხარულით თანხდება. ეს სახლი იდგა სტრატეგიულად კარგ და უსაფრთხო ადგილას. 4 თვის შემდეგ ლატიფე ხდება ქალბატონი ათათურქი. აი როგორ იხსენებდა მასთან პირველ შეხვედრას მუსტაფა ქემალი ედიპ ჰალიდესთან, მწერალთან და ნაციონალისტური მოძრაობის წევრთან. მას ეკეთა მედალიონი ჩემი გამოსახულებით და მკითხა წინააღმდეგი ხომ არ ვიყავ. რა თქმა უნდა, ვუთხარი რომ არა. რატომ უნდა ყოფილიყავი წინააღმდეგი, თქვა მან გახარებულმა. შემდეგ ედიპ ჰალიდე წერს. მას უკვე წარმოდგენილი ჰქონდა, ანუ ათათურქს, რომ ეს გოგო შეყვარებული იყო მასზე. მაგრამ იმ დროს ყველა თურქ ქალს ეკეთა ყელსაბამზე მისი ფოტო, რაც არ ნიშნავდა იმას, რომ ყველანი შეყვარებულები იყვნენ. მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს იყო საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მას მოსვლოდა იმ კონკრეტულ მომენტში. ეს გააადამიანურებდა მას და დაიცავდა არასწორი ნაბიჯებისგან. ხლა როგორ აღწერს ჰალიდე ედიპი ლატიფეს? მას ეკეთა შავი ვუალით მასზე და ამ შავი თავსაფრიდან გიყურებდა ძალიან სასიამოვნო სახე, ბრგვალი და ლოყიანი. კანითაც პატარა იყო, მაგრამ წვრილი და მოკუმული ტუჩები მიუთითებდა საოცარ ძალასა და არა ქალურ ნებისყოფაზე. შესანიშნავი თვალები ჰქონდა, ჭკვიანი, სერიოზული, უბწყინავდა. რაც შეეხება ლატიფეს შთაბეჭდილებას მუსტაფა ქემალის შესახებ, ის ასე მისწერს თავის ბიძას ჰალიდ ზიას. მე დავინახე შესანიშნავი ლურჯი თვალები. მუსტაფა ქემალი სწრაფად გადაწყვეტს ლატიფეზე დაქორწინებას. გენერალი შთაბეჭდილების ქვეშ იყო. ამ გოგოში ის ხედავდა თავისუფალი თურქი ქალის განსახიერებას, განათლებულს და უფლებებით გათანაბრებულს კაცებთან, ევროპული განათლებით, კარგი მანერებით და მახვილი გონებით და ფართო თვალსაწიერით. მის შეყვარებულობაზე ლაპარაკი სავარაუდოდ ზედმეტია, ქორწინებამდეც და მერეც მხოლოდ ლამაზი ქალები მოსწონდა, უბრალოდ საცოლეში ის ხედავდა სიმბოლოს, როგორც თავად ამბობდა, პატარა ქანდაკებას, რომელზეც სწორება ექნებოდათ თავისუფალი თურქეთის ემანსიპირებული ქალების მომავალ თაობებს. ათათურქს უნდოდა, რომ ყველა თურქი ქალი ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო ლატიფე, მაგრამ მასთან ცხოვრება 2 წელიწადზე მეტხანს ვერ შეძლო. ასეთი ქალი მას სწორედ იმ მომენტში სჭირდებოდა, როდესაც თურქეთის გარდაქმნას აპირებდა. და აქვე მოკლედ გავიხსენოთ, როგორ გარდაქმნის საბოლოოდ ათათურქი თურქეთს. მუსტაფა ქემალს ეს მეორე სახელი მისცა თავისი სკოლის მასწავლებელმა. ქემალი ნიშნავს სრულყოფილს, თითქოს იმის გამო, რომ ძალიან კარგად სწავლობდა. ათათურქს ის თავად დაირქმევს, რაც ნიშნავს თურქების მამას. ის იყო პირველი მსოფლიო ომის პოპულარული და წარმატებული გენერალი.
ომის შემდეგ, რომელშიც ოსმალეთის იმპერია დამარცხდა, მან არ დაუშვა თურქეთის დაქუცმაცება. ამოიყვანა ის კრიზისიდან და 1923 წელს გახდა მისი პირველი პრეზიდენტი. ის იყო ერთ-ერთი უდიდესი მოდერნიზატორი ისტორიაში, მაგრამ დემოკრატი მმართველი არ ყოფილა. იყო დიქტატორი. ათათურქი შემოიღებს საერო განათლებას. თურქეთის მოქალაქეებს მისცემს გვარებს, მანამდე არ ჰქონდათ. აკრძალავს შარიათის კანონების გამოყენებას. არაბულ ალფაბეტს შეცვლის ლათინურით. ქალებს და კაცებს უფლებებში გაათანაბრებს. თურქეთს გადაიყვანს ევროპულ კალენდარზე, შაბათ-კვირას კი გამოაცხადებს დასვენების დღეებად. შემოიღებს მოდას ევროპულ ტანსაცმელზე და საკუთარი ჩაცმულობით უწევს მას პოპულარიზებას. 1925 წელს მან ხელი მოაწერა კანონს კუდების შესახებ, რომელიც გრძალავდა ფესებს, წაკვეთილი კონუსის ფორმის ფუნჯიან კუდებს, რომლებსაც მუსლიმურ ქვეყნებში ატარებენ. ქალების თავსაფრები არასდროს აუკრძალავთ, მაგრამ არ იყო წახალისებული. ახალი ტანსაცმელი ახალი საზოგადოების სიმბოლო გახდა. 1934 წელს თურქეთის მთავრობამ ქალებს მისცა ხმის სრული უფლება და არჩევნებში კენჭისყრის უფლებად. ეს ლატიფეს დამსახურებად ითვლება. თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებებზე ცოლებთან ერთად მისვლა იყო სავალდებულო. მუსტაფა ქემალი თურქეთს ხედავდა როგორც ევროპეიზირებულ თანამედროვე საერო სახელმწიფოს, ხაზს უსვამდა იმას, რომ მისი სახელმწიფო არის არაოსმალური, არამედ თურქული. ამ დროს მანამდე ყოველდღიურობაში სიტყვა თურქი ცოტა საწყენი სიტყვა იყო, როგორც სოფლელი რომ ცუდი გაგებით დაუძახო ვინმეს, დაახლოებით ასე აღიქმებოდა. სხვათა შორის მისი ხელისუფლება ლამის ყველაზე პირველმა საბჭოთა რუსეთმა და ლენინმა აღიარა. საბჭოთა ფულმა და იარაღმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქემალისტური რეჟიმის დამყარებაში, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა ათათურქს, კომუნისტური პარტია აეგრძალა და კომუნისტები დაეპატიმრებინა. ჰიტლერი მისი დახრთოვანებული იყო, ლამის საკუთარ მასწავლებლადაც თვლიდა. მას ხშირად ადარებენ რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველს და ბევრ რამეში მართლაც თვალშისაცემი მსგავსებაა, მათ შორის ალკოჰოლისადმი ზედმეტ სიყვარულშიც. ამბობენ, რომ თავიდან მუსტაფა ქემალი სვამდა დემონსტრაციულად ტრადიციები რომ დაერღვია, მაგრამ შემდეგ ეს ექცა დამოკიდებულებად და ღვიძლის ცეროზითაც გარდაიცვლება საკმაოდ ახალგაზრდა 57 წლის. მაგრამ არსებობს ერთი დიდი სხვაობა პეტრე პირველთან, რადგან პეტრე იყო მეფე, რომელიც ქმნიდა იმპერიას, ათათურქი კი იყო კაცი, რომელიც იმპერიის ნანგრევებზე მოვიდა და ეს პრინციპულად სხვა სიტუაციაა. ამიტომ ათათურქის მმართველობა დაკავშირებულია ბევრ ისეთ პრობლემასთან, რომელიც ჩვენი დროისთვის არის მნიშვნელოვანი. 1923 წლის იანვარში 42 წლის მუსტაფა ქემალი დაქორწინდება 24 წლის ლატიფე უშაქრიგილს. მანამდე მას ჰქონდა ხანგრძლივი რომანი თავის ძალიან შორეულ ნათესავთან, ფიქრიე ხანუმთან. არსებობდა ვერსია, რომ ისინი საიდუმლო დაქორწინებულებიც იყვნენ. ეს ქალი ეხმარებოდა ათათურქს ეროვნულ განმათავისუფლებელ ბრძოლაში. ის გერმანიაში გაამგზავრეს სამკურნალოდ, რადგან ავად იყო ტუბერკულოზით და როდესაც გაიგო ქორწინების ამბავი, სასწრაფოდ დაბრუნდა თურქეთში და ძალიან უცნაურ გარემოებებში გარდაიცვალა რეზიდენციასთან, სადაც იმყოფებოდა მუსტაფა ქემალი. ითვლება, რომ თითქოს თავი მოიკლა, მაგრამ ბოლომდე გარკვეული არ არის. ქემალმა მძიმედ გადაიტანა ეს ფაქტი, ერთ-ერთი ვერსიით ლატიფესთან ქორწინებაზე ეს დრამაც ნეგატიურად აისახა. მაგრამ მანამდე იქნება ქორწილი, ძალიან თანამედროვე. ლატიფე იქნება პირველი ქალი, ვინც ქორწინების საბუთებზე თავად მოაწერს ხელს. მანამდე ამას პატარძლის მამა ან კაცი ნათესავი აკეთებდა. ეს ქორწინება გაგრძელდება მხოლოდ 2.5 წელიწადს. ლატიფე შეყვარებული იყო თავის ქმარზე და არ ეგუებოდა მისი ცხოვრების წესს, თუმცა ისიც ესმოდა, რომ 50 წლამდე კაცი ასე მარტივად ვერ შეიცვლებოდა, ესმოდა და ბრაზობდა და ამბრას არ მალავდა. გარდა ამისა, ის ქემალის დანაშემწეებს და მისი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სულ უფრო ხშირად აძლევდა დავალებებს. ყველა მოგზაურობაში, მათ შორის ქვეყნის გარეთაც, ლატიფე თან ახლდა ქმარს. ქემალის გარემოცვის ბევრი წევრი თვლიდა, რომ ეს ქალი არ ღვევდა ცოლის სტატუსისთვის დადგენილ ზღვარს და ერეოდა სახელმწიფოს საქმეებში. ამიტომ თუ კი თავდაპირველად ათათურქი სიამოვნებით ატარებდა მას ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, მოგვიანებით ეს ნელ-ნელა შეწყვიტა. არავინ იცის, რომელმა შესთავაზა პირველმა განქორწინება მეორეს.
არის ვერსია, რომ ლატიფემ და თან ეს სამჯერ გააკეთა. 1925 წელს ისინი დაშორდებიან და თუკი მათი ქორწინება იყო ძალიან თანამედროვე, განქორწინება იქნება ძალიან ტრადიციული. სასამართლოს გადაწყვეტილების ნაცვლად ლატიფე ხანუმმა მიიღო ბეჭედ დასმული სახელმწიფო დეკრეტი. არსებობს განქორწინების ყვითელი ვერსიებიც, რის შესახებაც მუსტაფა ქემალის არაკეთილმოსურნეები წერდნენ მოგვიანებით, რომ თითქოს მას ქალები საერთოდ არ მოსწონდა, ან რომ იყო ბისექსუალი და ეს იყო დაშორების მიზეზი. მაგრამ ყველაზე დამაჯერებლად მაინც ის ვერსია გამოიყურება, რაზეც უკვე გიამბეთ და რასაც ქემალი თითქოს ასე აღწერდა ორი სიტყვით, რომ ყოფილმა ცოლმა მას ტვინი გაუბურღა. მათ საერთო შვილები არ ჰყავდათ. ათათურქს საერთოდ არ ჰყავდა ბიოლოგიური შვილი, მან 10 ბავშვი იშვილა, რომლებსაც მთელი ცხოვრება ზრუნავდა და მათგან რამდენიმე ძალიან წარმატებული ადამიანია. ყველაზე ცნობილები არიან საბიხა გიოქჩენი, პირველი თურქი მფრინავი ქალი და აფეთ ინანი, ისტორიკოსი და სოციოლოგი, ათათურქის რეფორმების თანაავტორი. ბავშვების უმრავლესობა ათათურქმა ლატიფესთან განქორწინების შემდეგ იშვილა, ამიტომ შვილები ამ ქორწინებაში არ ფიგურირებენ. ათათურქი და ლატიფე ხანუმი განქორწინების შემდეგ მხოლოდ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. ქალი იყო თავის მეგობრებთან ერთად ბუნებაში ვახშამზე. ათათურკი კი ბოსფორზე იახტით დაცურავდა. როგორც იპეკ ჩალიშლარი წერს, მათ ერთმანეთისთვის სიტყვა არ უთმავთ, მაგრამ ლატიფე ამ შეხვედრას ძალიან მძიმედ განიცდიდა. ლატიფე უშაქლიკილი აღარასოდეს გათხოვდება და დარჩენილ ცხოვრებას გაატარებს მარტოობაში ძალიან ახლობელი ადამიანების ვიწრო წრეში. წყვილი თითქოს შეთანხმდა ოფიციალურადაც, რომ ერთმანეთის შესახებ არასდროს არაფერს ილაპარაკებდნენ. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ლატიფე ხანუმი ვერც ილაპარაკებდა ათათურქზე ვერაფერს, მით უფრო საჯაროდ. თურქეთში ათათურქის ხსოვნა თითქმის ხელშეუხებელია, ყველა ფაქტი, რომელმაც შეიძლება რაიმე ზიანი მიაყენოს მის სახელს, არის გასაიდუმლოებული. ამ წესის დარღვევისთვის კი შეიძლება პატიმარიც გახდეს. იპეკ ჩალიშლარ სასამართლოში იმის გამოუჩივლეს, რომ ლატიფე ხანუმის შესახებ ბიოგრაფიაში დაახლოებით ასეთი რამ დაწერა. მე აღწერე, ის ამბობს, როგორ გაექცა ათათურქი ბერძენ სამხედროებს ქალის ტანსაცმელში, რომელიც მას ლატიფემ ათხოვა. არ მესმის, რატომ შეურაცხყოფს ეს ვინმეს. უთხრა მან ვიტოლდ შაბლოვსკის, მაგრამ თურქული სასამართლო ჟურნალისტს გაამართლებს. ცნობილია, რომ ლატიფე ათათურქი წერდა დღიურს და ეს დღიური, ისევე როგორც 200-მდე წერილი, ყოფილი ცოლქმრის მიმოწერიდან ერთ-ერთი ბანკის სეიფში ინახება. და მიუხედავად იმისა, რომ წერილებზე შეზღუდვას ხადაზმულობისვა და გაუვიდა, თავად ლატიფეს ნათესავებმა თქვეს უარი მათ გამოქვეყნებაზე. როდესაც ლატიფე უშაქლიკილი გარდაიცვლება საკუთარ სახლში, სტამბოლში, ტაქსიმის მოედანთან ახლოს, გაზეთები თითქმის არაფერს დაწერენ. 1975 წელია და არავის ახლო მეგობრების გარდა ის არ ახსოვს. მას დაკრძალავენ პატარა მეჩეთთან, თეშვიქიესთან ახლოს ყოველგვარი სახელმწიფო პატივის გარეშე, მაგრამ ის, ვინც დაკრძალვას ესწრება, მის სასახლეზე დააფენს თურქეთის დროშას. სიკვდილმა წერტილი დაუსვა თანამედროვე თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ქალის მრავალწლიან დუმილს. თქვენ რას ფიქრობთ ლატიფე ხანუმის ცხოვრებაზე, ან მისი ყოფილი მეუღლის ცხოვრებასა და საქმიანობაზე? მოგწერეთ კომენტარებში. საქართველოში ამისთვის ნამდვილად არ დაგსჯიან. მანამდე კი გამოიწერეთ ნამდვილი ისტორიები და დაელოდეთ ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის.